საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა რაოდენობა ორით შემცირდა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრედატოვეს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებმა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილებას ორივე პოლიტიკოსი სკეპტიკურად შეხვდა. მათ თქვეს, რომ ეს ნაბიჯი მოულოდნელი და ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართული იყო. მათივე შეფასებით, ქართული ოცნება ცდილობს განხეთქილების გამოწვევას როგორც ოპოზიციაში, ისე საზოგადოებაში. მადლიერების გზნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ესე თქვათ, პირდაპირ ვიტყვი, ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე, საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე ეგრეთ წოდებული ბრწყალებში დანაშაულით იხდიან სასჯელს. მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8 თვიან ესე თქვათ, ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს, მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე თქვათ, ეგრეთ წოდებული შავი, ნიაღურის და პიარის ესე თქვათ, გადმოსხმა. პატიმრობიდან გათავისუფლებული ოპოზიციონერები არ აპირებენ გადაწყვეტილების გადახედვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ არ აპირებს იმედი გაუცროს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ამორჩევლებს. 4 ოქტომბერს ის საარჩევნო უბნებთან 100,000-ობით ოპოზიციოდ განწყობილ მოქალაქეს ელოდება. ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია. ყველა ადამიანს აქვს უფლება ბოიკოტის, ამას ვერავის ვერ დაუშლის. მაგრამ ამავდროულად ის 100,000 და 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი ამორჩეველი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გაუწყვილოთ. ოპოზიციონერთა შეწყალებას ქართული ოცნება პრეზიდენტის ჰუმანურ აქტს უწოდებს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას მმართველი პარტიის ლიდერები ასე გამოეხმაურნენ. თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულეებს შორის. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები, ვინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მისი მხრიდან. მათ არა აქვთ სურვილი ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ არ აძალებს. ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერების გათავისუფლებას დადებითად შეხვდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თუმცა მათი ნაწილი ლელოს მოუწოდებს გადახედონ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილი. ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს. მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო პრინციპულ არ თანამშრომლობის, არ შეგუების, არ დამორჩილების წინააღმდეგობის ბრძოლას. კიდევ უფრო მეტად გაგვიხარდება და მნიშვნელოვანი იქნება და მოვუწოდებთ ამას ქართული ოცნების რეჟიმს, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და გაათავისუფლონ ახალგაზრდები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იცავენ საკუთარი ევროპულ მომავალს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პოლიტიკური შეფასება, ისინი როცა უნდა იჭერენ ადამიანებს, როცა უნდა უშვებენ მას. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს. პატიმრობაში მყოფ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მსგავსად სასჯელი მათაც დაეკისრათ პარლამენტში. ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. თუმცა მათგან განსხვავებით მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტი არ გავრცელებულა სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. მათგან 6 კვლავ საპატიმროში რჩება.